მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ უმარტივესი ფუნთუშები გულსართით, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ და რა თქმა უნდა მოამზადოთ. შინაურულზე არის არაერთი ფუნთუშის რეცეპტი, თან სპეციალურ ალბომში ფუნთუშები, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ პლეილისტების ჩამონათვალში. ასევე შინაურულზე არის სამარხო ფუნთუშების არაერთი რეცეპტიც. მაშ ასე დავიწყოთ. 250 მილილიტრი თბილი რძე და 1 სუფრის კოზი საფუარი კარგად ავურიოთ. შემდეგ ჩავამატოთ 1 კვერცხი და პლუს 1 კვერცხის ცილა, ხოლო კვერცხის გული გადავინახოთ. აქვე ჩავამატოთ ნახევარი ჩაის კოზი მარილი და 100 გრამი შაქარი, პლუს 1 ვანილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, გარდა რძისა, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად თბილი და არა ცხელი და დავამატოთ მასაში 100 გრამი გამდნარი კარაქი. შემდეგ დავამატოთ 400 გრამი ახალგაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. როცა ამ რაოდენობის ფქვილს მასაში კარგად ავურებთ, დავამატოთ კიდევ 100 გრამი ფქვილი, ანუ ფუნთუშების ცომისთვის გვჭირდება 500 გრამი ფქვილი. და განვაგრძოთ ცომის მოზელვა. როცა ფქვილი ბოლომდე კარგად ჩაიზილება, დავამატოთ 2 სუფრის კოზის ზეთი და ისიც კარგად შევაზილოთ. ზეთიც უკვე კარგად შევაზილეთ. ცომი უკვე მზად არის, რომელიც აუცილებლად დავდგათ თბილ ადგილას, ამოსაფუებლად და ზემოდან რამე გადავაფაროთ, რომ ცომი არ მოშრეს. ცომი უკვე ამოფუვდა, რომელიც გადავიტანოთ ქვილმოყრილ მაგიდაზე და კარგად დავამუშავოთ. ცომი კარგად მოვზილეთ. ახლა დრო არის დავყოთ ისინი სასურველ ცომის გუნდებად. ცომის გუნდებით სათითაოდ დავამუშავოთ, ხოლო შემდეგ კი გასაბრტყელებლით თხლად გავაბრტყელოთ და ზემოდან მოვათავსოთ ჩვენთვის სასურველი გულსართი. გაბრტყელებულ ცომზე დავადოთ ჯემი. შინაურულზე არის ჯემის უამრავი რეცეპტი, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი გემრიელი ფუნთუშებისთვის. როცა გულსართს შავდებთ, ცომი გადავკეცოთ და კარგად დავტკეპნოთ, რომ გულსართი ცხობისას არ გადმოვიდეს. გადავუკეცოთ გვერდები და გადავახვიოთ რულეტივით. ცომი ფუნთუშების არის არაჩვეულებრივი და მათი ფორმირება დამოკიდებულია თქვენს სურვილზე. ამ შემთხვევაში ჩავდე მეორე გულსართად ნუთელა და იმისათვის, რომ გამერჩია ჯემიანი და ნუთელიანი ფუნთუშები, ნუთელის შემთხვევაში ბოლოებში ასე ჩავჭერი ცომი. ჩვენი ლამაზი, ჯემიანი და შოკოლადიანი ფუნთუშები უკვე მოვამზადეთ. შემდეგ დავდოთ საცხობ ქაღალდზე და 10-20 წუთით შევდგათ უბრალოდ გამორთულ ღუმელში, რომ ასე ამოფუვდეს. 1 კვერცხის გული და 2 სუფრის კოზი რძე კარგად გავხსნათ და გადავუსვათ ჩვენს ფუნთუშებს და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ჩვენი უგემრიელესი და უფაფუკესი ფუნთუშები უკვე გამოცხვა. ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ ქიშმიშიანი ფუნთუშები, რომლებიც ბავშვობიდან ძალიან გვიყვარს. ამ ცომითვე ვამზადებ ჯემიან პეროგებსაც, რომელიც ძალიან გემრიელია. აუცილებლად სინჯეთ და მოამზადეთ როგორც ფუნთუშები, ისე პეროგები. და აუცილებლად მოიძიეთ შინაურულის ფუნთუშების რეცეპტების ალბომი. დღეს ამით გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.